მოგესალმებით ლიზა. სალამი ჩემო ძვირფასო გოგა ჩართლანი და ლიზა ბაგრატიონი დღეს პარასკევს კვირის მიწურულს უკვე სიცხეში, უკვე ნამდვილ ზაფხულში ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათამდე არაჩვეულებრივი სტუმრებით, სიუჟეტებით, ძალიან მნიშვნელოვანი ამბებით. რუბრიკები გვაქვს დღეს. რუბრიკები გვაქვს ბევრი დღეს, ნანა, ლიანა. მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემაა ჩვენის აზრით, როგორც ყოველთვის ასევე ჩვენის აზრით, მაგრამ თქვენი გამოხმაურებების ფონზე შეგვიძლია აღნიშნოთ, რომ არც ისე ურიგო საქმეს ვაკეთებთ, ჩვენ ძალიან დიდი გუნდით, რა თქმა უნდა, ჩვენ ორნივ ჩანვართ და კიდე ჩვენი ორი კოლეგა და ჩვენი თანაწამყვანები, მაგრამ ამ გადაცემას ალბათ მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს თქვენთვის და ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია თუ რამე მნიშვნელოვანს, რამე საინტერესოს და თუნდაც ახალისოს მოგაწყვეტით. არ შემიძლია მეც არ გამოვეხმაურო დიდი პოეტის და დიდი მოქალაქის დალია ჭანტურიას გარდაცვალებას. ეს კაცი უხდებოდა ქალაქს, ეს კაცი დააკლდება ქალაქს, ამ კაცმა ძალიან მნიშვნელოვანი სრულიად სხვა ტიპის პოეზია დაგვიტოვა. თავისი ჩვეული იუმორით გაჯერებული, ძალიან თითქოს მსუბუქად საუბარი, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, რისთვისაც რაზეც ვფიქრობთ კაცობრიობა მგონი დაბადების და აზროვნების წუთიდან და ძალიან ბევრ თემაზე დღემდე პასუხები არ აქვს ჩემო გოგა, მაგრამ ალბათ იმისთვის ვცხოვრობთ, იმისთვის ვიზრდებით, იმისთვის ვცდილობთ რაღაცა შევიმეცნოთ, რომ რაღაცებს პასუხი გავცეთ. ასევე დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწის დაბადების დღეა. რეზო ლაღიძე დაიბადა 10 ივლის 105 წლის იუბილეა დღეს და ეს იყო, არ ვიცი, კომპოზიტორი, ადამიანი შემოქმედი, რომელიც ალბათ ძალიან მასშტაბურად ასახავს საქართველოს, ასახავს მის მრავალფეროვნებას, ასახავს მის ნიჭიერებას, მის სიმსუბუქეს, ძალიან ტრაგიზმისა და ამავდროულად ამ ფოლკლორული ტრადიციების მე ძალიან მომწონს ისტორია, როდესაც ბატონი რეზო მეგობრებთან ერთად ისხდნენ სადღაც რესტორანში და მიუძღვნეს ერთი სიმღერა, მიუძღვნეს მეორე სიმღერა, მიუძღვნეს მესამე სიმღერა და ბოლოს კარკუჩი გაჟღერდა და ერთ-ერთი მეგობარი გამოუბრუნდა და უთხრა, რომ არაო რა მაინცო აი ხალხური სუსვა არის და ჩემია შესულელო შენ. მოკლედ ეს იყო ძალიან მართლაც ძალიან მასშტაბური ადამიანი და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ხო რომ არიან შემოქმედები, არის სიმღერები, რომელიც ყველამ ვიცი და გვიყვარს და აი რაღაცა თითქოს ხალხურივით არის, თითქოს ჩემი და შენი დაწერილიც არის. აი რეზო ლაღიძის უმეტესი ქმნილებები, მას ძალიან დიდი ქმნილებები აქვს, ძალიან დიდი შრომები აქვს. ოპერები ლელას არია, რომელიც საოპერო არიათ კი არა, ღიქმება ის რაღაც ერთ-ერთი ჰიმნია, ხო, ასევე საქართველოსი და თბილისო რა დღის მარტო მხოლოდ ეს რომ დაეწერა. ნუ მოკლედ ეს იყო ადამიანი, რომელიც მუდამ ჩვენ ცხოვრებაში ლაიტმოტივად დაგვდევს და არ შეიძლება ეს კაცი არ გავიხსენოთ დღეს, მით უფრო რომ ჩვენ გვაქვს ფენომენალური არქივი და სალომე ნიკოლაიშვილმა სწორედ ამ არქივის საშუალებით მოგიმზადათ არაჩვეულებრივი სიუჟეტი. მე მგონი არჩევსები თვალსაჩინო რომ არ არსებობს ერაში საქართველოში ამაზე დიდი რამე რაც ქართული სიმღერაა. ესეც არ შეხება.
აი უცხოეთ რომ ვიქრათ დიდი მოგრევასაც აკეთებდა მაგრამ დაახლოებით მაინც ალასი რა ვიცი და ნოტით სიგურას ვერ ისწავლე მაგრამ ის დასწავლის ხوارება თუ ორგანიზაციის ხარში ამ სამყაროში რომ ხარ ეს სუსტა Italia, ani Italia pentru că spus partenerii. Topi, dagli, sasoli babi. Se va tot palandinare zona la babi. Da, un și pe de la tot. Îl ziua, al lui Ostausa, al la Ligova. Dar la are temperatură gazolină. Așa o mankhana micuba. ჩემი ეს საფეძო ამუნიცია და სანადირო ყველა წყარო ვაზომილია რა ტემპერატურისა იგრათ უყავს წყაროსთან ძდემა და თუ კიდე ფიზიკ და ნორმალური რაღაცა და სიმღერას უკვე საფარიქო მაშინ და ადამიანსაც უკვე გაიგებდა მის კილოგრამსაც სიმღერა იცოდა ის რა უნდა იცოდა ზემოიმერეთი რა კილოგრამს ლაბარაკო ხანხან გამიჩერებია მანქანება ურენზე მოდის კაცკაი ლამაზი იგერები გასწრებს და Dağçak şehirde aplikasyon yaptığında şehirde. Global iktisadi var. Saygı var, bu sağlam oldu. Sağ satmakla geçiyor. Ama bir yere gidiyor var. Da bir şey var, ateşte falan, karşıda falan. Bu adam yani bir varsa kutkarsa gibi var. Şimdi kan abi şimdi sigorası ko. Şana tarih konuda şimdi siz kıyayız. Böyle kapıyor. Bu da ama bir şeyden uçuyor. Sonra ne yapayım şimdi sigara aldı. Bakalım nasıl olur. Ola მოდის სწავლობა და არ უნდა მოდიდეს. ექსკურსია ვერ ისწავლი შეხავდა. უნდა ფაქშოლა, იბანო ფაქშოლა თქო ეკალნა ზოგადად. აუ, შევიდით ისე რაღაცა, არა თუდა. ექსკურსია და თავმოიყო მოწინდა. მენოქის ვარა ვაფრა და მან შემოსული ვარ. ბევრი წანწალა, როგორც მე წანწალი ამბობ. Shindis period. Sont très tenus. Aber geht ja, der muss auch Gott. Ja, es sei nur für das alle Touristen gerade. ის კაფკახურის აუხლება. ხოლო თეთრ არის ნაწარმოები, რომელსაც რაღაც ერთ ხამში დასწერ. ეს სამო ავალება ისეთი პასუხისმგებლობა რაც კრიტიკული პასუხისმგებლობა ერთ სამო ერთი ხამა თუნდაც მეტყა შეუნახეშვილებსა. სამი დაიწყო დილაგზად ქონდა. ბოლოს უნდა დამაღლებული მოწოდება არის. ეს შეუნახეთ შვილებსა. უნდა იყოს ძალიან მასა ლოზუნგი უნდა ისწავლო. მაგრამ უმეიშება მე დროზე კი ახასდება ნატარ შეიძლება ხელიქოწალო ნატარმოიხ და გაგამწაროს. Gaga საფასო რობოტონდა მე ყველაზე მეტად ის ვარდეს. საოცარია, ადამიანი აღარ არის ამ ინდუსტრიალურ გამიმერეთსა. აი საბუდოვი ჭამული რამდენი ხანია უკვე 40 ფილმია და ტელევიზორზე დაწერილი. არ გესწრება ეს ნაწარმოები, რამდენი წამლა მოისმინო. მისი შესრულება სამოისმინა თქვენ სამეკალაკარია რაღაცა ვიტარაზე. ყველა ზოგი ზუსტათარობა ზოგი ბარა ბანსონტოს თანამონტოს ინდო მე ისიც ჩემი შემოქმედი სამომავლო ხამული ხმისკინდა კინოკადრები აჩვენეს დაიწყო ზემოიმერეთის ჩხავიდა ლაჩერეს დინარემადის და მინის ერთანა საუბარჯენ ახში დაუბრახა ისე განახარდა ჩემი კუთხე სადაც მე მოსეკი დღესაც საოცარი სიყვარული მაქვს სტუდიო ჩემი ახალგაზრდა მართლაც ნაგონებს
So